აჰა, ერთი რჯულის მცოდნე წამოდგა და გამოსაცდელად თქვა. რა უნდა გავაკეთო მოძღვარო, რომ საუკუნო სიცოცხლე დავიმკვიდრო? იესომ უთხრა მას. რჯულში როგორ წერია? შენ როგორ კითხულობ? მან უპასუხა. შეიყვარე უფალი ღმერთი შენი, მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით, მთელი შენი ძალითა და მთელი შენი გონებით და მოყვასი შენი, როგორც თავი შენი. უთხრა მას იესომ. სწორად მიპასუხე. ეგრე მოიქეცი და იცოცხლებ. მაგრამ მას თავის გამართლება უნდოდა და იესოს კითხა. ვინ არის ჩემი მოყვასი? იესომ პასუხად უთხრა. ვინმე კაცი მიდიოდა იერუსალიმიდან იერიხონს. დაესხნენ ყაჩაღები, რომლებმაც ტანსაცმელი გახადეს, დაჭრეს და წავიდნენ. ის კი ცოცხალმკვდარი მიატოვეს. შემთხვევით ერთმა მღვდელმა ჩაიარა იმ გზაზე. დაინახა იგი და გვერდი აუქცი. ასევე ლევიანმა ჩაიარა იმ ადგილას. დაინახა და გვერდი აუქცი. მერე ვიღაც სამარიელმა გამოიარა. დაინახა და შეიცოდა. მივიდა მასთან. ჭრილობები შეუხვია. ზეთი და ღვინო დაასხა. შესვა თავის პირუტყუზე, მიიყვანა სასტუმროში და იზრუნა მასზე. მეორე დღეს ამოიღო 2 დინარი. მისცა სასტუმროს პატრონს და უთხრა: იზრუნე მასზე და თუ ზედმეტი ხარჯი მოგივა, რომ დავფრუნდები მოგცემ. რას ფიქრობ? იმ სამიდან რომელი უფრო იყო ყაჩაღების ხელში ჩავარდნილის მოყვასი? მან უპასუხა. რომელმაც წყალობა უყო მას. მაშინ იესომ უთხრა. წადი და შენც ასევე მოიქეცი. განაგრძეს გზა და შევიდა იგი ერთ სოფელში და ერთმა დედაკაცმა, სახელად მართამ, მიიღო იგი სახლში. მას ყავდა და, სახელად მარიამი, რომელიც იესოს ფეხთით დაჯდა და ისმენდა მის სიტყვას. მართა კი ზრუნავდა გულუხვად გამასპინძლებაზე. მივიდა მასთან და უთხრა. უფალო, ნუ თუ არ გაფიქრებს, რომ ჩემმა და მარტოდ ამტოვა სამასპინძლოდ. უთხარი მომეხმაროს. უფალმა ასე მიუგო პასუხად. მართა, მართა, შენ ბევრ რამეზე ზრუნავ და წუხარ. საჭირო კი მხოლოდ ერთია. მარიამმა უკეთესი წილი ამოირჩია, რომელიც ვერ წაერთმევა მას.